მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, აუეს წაპირავებული არის. დღეს მინდა ვილაპარაკო ურთიერთობებზე. მაინც ხო დავიწყე გადაღება ეგ შევამოწმო. კი დამიწყე. ხო და ურთიერთობებზე საუბრის დროს რა არის მთავარი ზოგადად ურთიერთობაში რა? ჩემი აზრით უმთავრესი არის პატივისცემა. ანუ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს პატივს თუ არ სცემს საკმარისად, მაშინ იმ ურთიერთობას მგონია რომ აზრი არ აქვს და პატივისცემაში ახლა არ იგულისხმება თითი საუბარი და ის რა, ანუ პატივისცემაზე საუბრობ, რომ აი საქციელებით უნდა ჩანდეს რაღაცა პატივისცემა. ეგ პატივისცემა თუ ქრება ნელ-ნელა ან თუ დაკარგულია ან თუ არ არის საერთოდ თავიდან ხო იმ ურთიერთობას გასახანი ვერ ექნება რა, ვისაც არ უნდა იყოს, ვიზეც არ უნდა იყოს, ანუ გოგოსთან ურთიერთობაც, ვაკასთან ურთიერთობა. პატივისცემა თუ იკარგება, всё მორჩა რა, პატივისცემაზე არ დამყარებული, ყველაფერი რა, იმ პატივისცემიდან გამომდინარე მე შენ რაღაც ამას ვერ ღალატობ, ვერ ატყუებ, ვერ იმაშვები, ანუ პატივს თუ სცემ, ხო, ბევრი ისეთ რაღაც ზარაკეთებ, რაც უპატივცემულობის შემთხვევაში გააკეთებდი. ანუ მე ხა ადამიანს პატივს ვცემ, მე ვერ ვეტყვი იმას, რომ აი ცა ყვითელია. ანუ ვერ მოვატყუებ რა. და თუ პატივს არ ვცემ, შეიძლება რომ მოვატყუო ოღონდ იმიტომ, რომ აი არც მაინტერესებს იმის აზრი. ხო, და როცა პატივს ვცემ, ესე იგი იმისი აზრიც გაინტერესებს, შენც ფიქრობ იმ ადამიანზე და უფრო ისეთია რა. რეალური და ლოგიკური გამოდის ურთიერთობა რა. ზოგადად პატივისცემა არის ყველაზე კაი რაღაცა და მე ძალიან მიყვარს ხალხი ვის პატივსაცემი ადამიანები ძალიან მიყვარს. ოღონდ ეს პატივისცემაც ისეა რა. თლად ეგრეს თავიდანვე შეიძლება არ ქონდეს ორივე ადამიანს და რაღაცა დროთა განმავლობაში შეიძლება ერთი ადამიანმა დაიმსახუროს ეს პატივისცემა. ან პირიქით ერთი ადამიანი თავიდანვე პატივისცემდეს მეორეს და მე მეორემ რაღაცა დაკარგოს. ეს პატივისცემა იმის საქციელებიდან გამომდინარე რა, ისეთ რაღაცები გააკეთოს ხო. ეგ ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. მაგაზე არ უნდა ინერვიულოთ ხოლმე, უბრალოდ ზოგადად გვერდში ადამიანს დაიყენებთ, დაფიქრდით ხოლმე თქვენ თუ პატივს სცემთ მაგ ადამიანს და ის თუ გცემთ თქვენ პატივს. შეიძლება თქვენ სცემდეთ ადამიანს პატივს და ის არ გცემდეთ პატივს და მაგ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ვითარება არის მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ თქვენ ისეთ რაღაცებს გაკადრებენ მაგ შემთხვევაში, რომ თქვენ უბრალო ბოდიშიც შეიძლება მე თანახმა იყოთ, რომ აი ბოდიშით ყველაფერი მოგვარდეს მაგრამ ხო ხდებით რა რას გულისხმობ. ძალიან ისეთი რაღაცა არის ურთიერთობა. ერთადერთი ყველაზე მთავარი, ყოველთვის ყველაზე მთავარი ურთიერთობაში იქნება ეგ რომ რაღაცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის შეგრძნება გააჩნდეს ორ ადამიანს. სხვა არაფერი არ არის საჭირო დასაწყისისთვის. ან შეიძლება რომ დაუშვათ თუ ვიღაც ადამიანი მოდის შენთან და შენ იმას პატივს არ სცემ ჯერ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი რაღაც ზოის პატივს უნდა ვცემდეთ ყველას ავტომატურად. მაგრამ თუ არ ვცემთ, ან რაღაცა 20%-იანი პატივისცემა საწყის წერტილი უნდა გქონდეთ, რომ აი რაღაცა ისეთი არ უთხრათ, რასაც სრულად ისეთ ადამიანს ვეტყოდით, რომელსაც პატივს არ ვცემთ რა. ხო, რაღაც 20-30 შეიძლება 40%-იც იყოს, რომ აი 40% ვცემ პატივს რა, ანუ რაღაცებში მაინტერესებს მაგის აზრი, რაღაცებზე პატივს ვცემ, რაღაცებში ვერ თავსდებით და მაგის გამო რაღაცებს ვეუბნებით ერთმანეთს. ხო და თავი არის ეგ შეგრძნება. შეიძლება რომ ვიღაც ადამიანს ენდო მაგალითად, რომ აი პატივს არ სცემდე დიდად, მაგრამ რავი, ნახოთ აბა თუ დაიმსახურებს და ეგრე უნდა გარისხოთ ადამიანი, როცა ხარ ეგეთ რაღაცები უნდა გაკეთოთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში არც ცხები არ გეყოლებათ გვერდში და არც ის რა, ანუ აუცილებლად უნდა გარისხოთ და ენდოთ ვიღაც ადამიანებს. ეგ რისკია, როცა ადამიანს ენდობი, ეგ არის უდიდესი რისკი. ხო, და ნახავ რა ის თუ დაიმსახურებს პატივისცემას, დაიმსახურებს თუ არ დაიმსახურებს, ეგეც არ არის დიდად პრობლემა, იმიტომ რომ მარტივად მოიშორებ ისეთ ადამიანს, ვინც ამავდროულად ცხოვრებაში არ გამოგადგება. ასე რომ ზოგადად ეხა რა, მე რას ვფიქრობ, არის ეგ რომ ყველა ადამიანმა ერთმანეთს პატივი უნდა სცეს რაღაც მინიმალისტურ დონეზე. და მე მანდიდან ერთმანეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე დაალაგდება რა ვინ არის პატივსაცემი, ვინ არა. ცხოვრებაში ვიღაც ადამიანი რო ყავს გვერდში და მე ის ადამიანი რო რაღაც ცუდს გიკეთებს, მე შენ შეგიძლია ძალიან თამამად რომ აი დაიგიდე რა.
ისწავლო ამ ადამიანზე და მეორედ ეგეთი შეცდომა არ დაუშვა, იმიტომ რომ ადამიანები რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ინდივიდები ვართ, ყველა ადამიანები რაღაცა კატეგორიებად ვიყოფით ასე თუ ისე მაინც რა. მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ინდივიდი იყო, ვიღაცა ადამიანს სხვა ადამიანთან ძალიან ბევრი საერთო შეიძლება ქონდეს რა. ხო და ეგ ხა ჰოროსკოპით წდება თქო რო გითხრათ მოგატყუებთ არა. ეგრე არ ვფიქრობ რა, რომ ჰოროსკოპის ბრალი არის, მაგრამ ნუ რაღაცით ხო წდება და რითიც ამ უნდა წდებოდეს. აი მედეთ. რითიც ამ უნდა წდებოდეს, დავიხჭე. რითიც ამ უნდა წდებოდეს, ეგ არ არის რა. ჰოროსკოპ ჩემიაზე. ხო და საბოლოო ჯამში რაღაც ადამიანებს გავართ მე ერთ და იგივე კატეგორიის ტიპები რო ხდებიან ხო იმათთან უკვე ნაკლებად გვექნება ის ნდობის შეგრძნება იმიტომ რომ გაკვეთილი გვექნება ნასწავლი ხო და ეგეთ რაღაცები ადამიანებმა უნდა ყველაფერი ცხოვრებაში ტკივილი და რაღაცები უნდა გავიაროთ რომ რაღაცნაირად მივხვდეთ სამომავლოდ რა იქნება რა არ შეიძლება რომ ყოველთვის ერთი და იგივე ტიპის ადამიანს ერთი და იგივენაირად მოვეკეთეთ რა რაღაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ რაღაცები თუ არ ვისწავლეთ ისე ცხოვრებაში ვერაფერს ვერ ვიზავთ აი ხა მამა ჩემი მე მაგალითად რომ მეუბნებოდა რომ სიგარეტი არ მოწიო მე არ უსმენდი რა თქმა უნდა მაგრამ მე რომ შვილი მეყოლება იმ შვილს აუცილებლად ვეტყვი რომ მამა სიგარეტი არ მოწიო ისიც ალბათ მაინც მოწევს მაგრამ ეს წრეა რა რაღაცნაირი წრე არის რომ ჩემი შეცდომები ჩემო მომავალმა თაობამ მაინც უნდა გაიმეოროს თავის თავზე უნდა გამოცადოს უბრალოდ რა თავარია რომ ისეთი შეცდომა არ იყოს რაღაცა რომ აი გამოუსწრებელი და გამოუსწრებელი შეცდომა არის ერთადერთი სუიციდი ალბათ რა დანში ყველაფერი გამოსწორებადი შეიძლება იყოს სამ ცოცხალი ხარ ხელები გაქვს ფეხები გაქვს რაღაცას ყოველთვის გააკეთე შეიძლება ხელი და ფეხი არ გქონდეს და მაინც რაღაც გაკეთებდე და მანდან გამომდინარე ხო ვერ იბაშვები რა არ უნდა იყოს ეგრე თეატრ ხო და მაგას ფიქრობ მე პირადად შეიძლება მე თვითონაც არასწორი ვარ და რამენაირად უნდა ვეცადოთ რომ იგივე შეცდომები ბავშვებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავიდან მაგრამ როცა ადამიანი ბავშვს ცდილობს რომ რაღაცა ასწავლოს და ეუბნება რომ აი შენ ეს არ გააკეთო იმ ბავშვს უსწრება კითხვის ნიშნები აი რატომ არ უნდა გავაკეთო და მე რა აინტერესებს რა უფრო მეტად აინტერესებს შეიძლება ვაფშე რო არ ეხსენებინო მამაჩემს ჩემთან სიგარეტი არ მოწიო რო არ ეთქო შეიძლება მე საერთოდ არ მომეწია იმიტომ რომ ინტერესი არ გამიჩნდებოდა რატომ ეუბნება მამაჩემი ამას თქო რა ხო და ეგეთი რაღაცები უნდა დავამოღამოთ რა მომავალ თაობაზე რომ ვიზრუნოთ თორე ჩვენ ყველა მოვკვდებით სადღაც რაღაც ეტაპზე აუცილებლად და მე რა დარჩება ძალიან კარგად მინდა გაითვალისწინოთ ისიც რომ აი რა რომ მოვკვდებით რაც ამ ცხოვრებაში გაგაჩნდათ არაფერი აღარ გექნება და აზრი არა აქვს რა ტყუილად აი მილიარდელებზე ვიძახი რა ეს მილიარდები რო გაქვთ არაფერში არ გჭირდებათ მოვკვდებით და всё აი ყველა დაგიკიდებთ რა რა თქმა უნდა ხო და რა ფული მილიარდი რო გაქვს ხო უნდა დახარჯოთ აი მართლა გეუბნებით აი იმას აქვს ელონ მასკს აქვს რომ ელონ მასკს აქვს 9 ტრილიონი თუ რაღაცა ეგეთი ის აქვს რა და UNICEF-ი იძახის რომ გარჩევს სოფლიოში შეესო ანუ სოფლიოში იმშეს 40 მილიარდი ჭირდება წელიწადში რომ არ არსებობდეს მშიერი ადამიანი დედამიწაზე. ანუ აი ჭირდება რა 40 მილიარდი დოლარი. და ტიპ შეუძლია რომ 12 წელი სოფლიოში ყველას საჭმელი კონდეს. და ამას არ აკეთებს. და ეს 500 მილიარდი უდებს ანუ მაშინ რისთვის გაქვს? აი რომ ვიღაცამ რომ მოკლას პროსტა ეხა ილონ მასკი რომ მოკლეს მე რა რჩება იმას ხო თვითონ რაღაცა ვერ ხვდები ხოლმე ადამიანების დამოკიდებულებებს ვერ ხვდები რაღაცებზე რა მე პირადად შეიძლება ყველა თქვენ ხვდებით შეიძლება მე ვარ შტერი რა ვიცი თქვით იყავით კარგად იყავით გაკვაცეთ გენაცვალეთ გულში ძალიან კარგი ხალხი ხართ ვინც მიყურებთ დარწმუნებული ვარ რა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გავიცანი ვინც მიყურებდა და ყველა კაი ადამიანი გამოდგა მეც ეგრე ავდექი და გენდობით ყველაფერს და ყველაფერს გეუბნებით თამამად რა დაჟე იმასაც იმ რისკსაც ვიკიდებ ფეხებზე რომ თქვენ ვიღაცებს აქ სხვებსაც შეიძლება კონდეთ ამ ვიდეოზე გამისუფლება და
სხვა ადამიანმაც რო ნახოს, იმას არ მაქვს პრობლემა. თავარია თქვენ მოგაწვინოთ, ვისაც კარგ ადამიანებად თვლით. ხოდა ეგ მეტი არაფერი არ არის ცხოვრებაში საჭირო, ჩემი აზრით. თქვენგანაც ახლა მე პატივისცემას ვგრძნობ და ჩემგან ვცდილობ, რომ ჩემი პატივისცემა ის იყოს, რომ თქვენთვის საინტერესო თემებზე ვისაუბრო ხოლმე ყოველდღიურად და რავი, რამდენად კარგად გამომდის თუ ცუდად გამომდის, ამას დრო და დრო გვაჩვენებს ყველაფერი. არა, თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ იცოდეთ. ძალიან დიდი იმედი. ადამიანურ დონეზე, არა ადამიანურ დონეზე ყველაფერში რა. короче, და ლაიქეთ ვიდეო, მაინც. არხი გამოიწერეთ. და კარგად იყავით. ბედნიერად.